ხელვაჩაურის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში განიხილეს. Როგორც აღნიშნული უწყების საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსმა განაცხადა, ბიუჯეტის შემოსავალმა 91%, ხარჯვითმა ნაწილმა კი 84% შეადგინა. აღნიშნულ განკარგულებას დღეს მხარი უმცირესობამ იმ მოტივით არ დაუჭირა, რომ ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები სრულად არ შესრულდა. აღნიშნულ ფაქტს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო და ეკონომიკურ საკითხთა სამსახურში იმით ხსნიან, რომ ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით ტენდერი არ ჩატარებულა. დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო ღონისძიებების ჩატარების მიზნით შენობებისა და საარჩევნო პლაკატების გასაკრავად ადგილების გამოყოფის განკარგულებას განიხილეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა არც აღნიშნულ საკითხს დაუჭირეს მხარი. მიზეზად კი კანონი მოიშველიეს, რომლის მიხედვითაც პროექტი 24 აპრილამდე უნდა დაემტკიცებინათ. ხელვაჩაურის გამგებელმა საკითხის დაგვიანებით განხილვა განვლილი დღესასწაულით ახსნა. ჯანდაცვის სფეროში შესრულება არის 50%, ასევე სოციალურ სფეროში არის შესრულება 34% და რაც ხელვაჩაურებისთვის ძალიან მტკივნეული არის, ციტრუსის სუბსიდირებაზე არის 34% შესრულება, აი ამ ანგარიშის შეფასება დადებითად არის ყველა ხელვაჩაურისთვის დაცინვა. 46 მუხლის მეხუთე პუნქტი არის, სადაც მითითებული არის არჩევნების გამოცხადებიდან არაუგვიანეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებულები არიან 10 დღის განმავლობაში მიიღონ აი ეს გადაწყვეტილება, რაც ეხლაღებულობენ 5 დღის დაგვიანებით და რაც არის კანონს საწინააღმდეგო. დაემთხვა სააღდგომო დასვენებები და ამის გამო შეფერხდა 1-2 დღით აი ამ განკარგულების მიღება და საკრებულოს სხდომის ჩანიშვნა. თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ უმცირესობა უფრო პოლიტიკური პიარით არის დაკავებული და მხარის არ დაჭერა ამ საკითხზე და ჩაგდება ეს ნიშნავდა აი ამ 2 დღის დაგვიანებით მიღებული განკარგულების საერთოდ არ მიღებას მათი მხრიდან, რაც საარჩევნო პროცესს ხელს შეუშლიდა. ყველა დარგი შესრულებული იყო, მხოლოდ შესრულება იყო ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი 50% ჯანდაცვის სფეროში, რაც გამოწვეული იყო ეგ ერთადერთი ტენდერი არ შედგა და ამის გამო არ შესრულდა ეს პროგრამა, ხოლო სხვა დანარჩენ დარგებში ყველა დარგში შესრულება არის 90-92%. ეს უკვე სხვა ფაქტორები მოქმედებს ამაზე, ეს უკვე ტენდერების კომისია შედის ჩვენ კომპეტენციაში.